თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა. ვის ეშინია ლიბერალიზმის, ან საერთოდ თუ ვიცით რა არის ლიბერალიზმი. ამ დრომდე არ აღმოჩნდა არავინ, ვინც ადამიანური ენით აუხსნის ხალხს, რომ ლიბერალიზმი სწორედ ის არის, რისთვისაც ღირს ცხოვრება, რისთვისაც უნდა ცხოვრდეს ადამიანი და რომლის გარეშე ცხოვრება მართლაც რომ ტანჯვა იქნებოდა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9 გამარჯობა. მოდი ახლა ვთქვათ, თუ მოგწონს ქვემოთ ჩამოთვლილი ამბები. პირველი, სიცოცხლე. მოგწონს სიცოცხლე? მეორე, თავისუფლება. კარგია თავისუფლება. მესამე, კერძო საკუთრება. უნდა გქონდეს თუ არა? მეოთხე, ბედნიერებისაგან ტოლვა. ანუ გვინდა თუ არა ბედნიერება. გეკითხებით ყველა ჩემს მსმენელს, მეგობარს და გთხოვთ გამეცით პასუხი. აქედან რომელი არ არის ღირებული თქვენთვის? კიდევ ერთხელ გიმეორებთ. სიცოცხლე, თავისუფლება, კერძო საკუთრება, ბედნიერებისაგან ტოლვა. ყველანი ვიბძვით დიდხანს სიცოცხლისათვის, მაგრამ რა ვუთხარით, ისეთ სიცოცხლეს თუ კი თავისუფლები არ ვიქნებით და რუსეთის დუმაში გვექნება თავი შეყოფილი. როგორც წლების წინ, ყველა ადამიანს აქვს სურვილი ჰქონდეს კერძო საკუთრება, საკუთარი სახლი, ქონება, ბინა, რომელი ამბობთ ამაზე უარს? არავინ. ამისთვის შრომობთ. ამისთვის არიან ჩვენი დედები საზღვარგარეთ, თავს ხრიან და სხვისი მომსახურებით არიან, რომ თქვენი სახლი გქონდეთ, რომ თქვენი მანქანა გყავდეთ, რომ ფუფუნების რაღაც პირობებში მაინც იცხოვროთ. მიპასუხეთ ყველამ, რა თქმა უნდა ეს ყველას გვინდა. მეოთხე ღირებულება, ბედნიერებისაგან ტოლვა, რომელს გინდათ რომ მთელი ცხოვრება უბედური იყოთ. მიპასუხეთ, გინდათ თუ არა იყოთ ბედნიერი. ყველას ხომ გსურთ რომ ბედნიერი მომავალი გქონდეთ? კი გსურთ კი? ხო და აბა, ლიბერალიზმის სხვა მეტი არაფერი არ არის. ლიბერალიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია ზუსტად ამ 4 მნიშვნელოვან ფასეულობაზე დგას. კი ბატონო, ამ 4 ღირებულებიდან 4-ვე ისე სჭირდება ადამიანს, როგორც წყალი და საკვები. რა არ მოგწონთ მითხარით, აი რას არ ეთანხმებით ლიბერალიზმში? რაზე ამბობთ უარს სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე, კერძო საკუთრებაზე, ბედნიერებაზე, რომელი ღირებულებაა თქვენთვის მიუღებელი? ხო და სანამ ლიბერალიზმს შეეხებით, ჯერ წიგნები გადმოიღეთ, კარგად წაიკითხეთ, პოლიტიკური იდეოლოგიები ისწავლეთ, გაიგეთ, გაარკვიეთ და მერე ისე გამოიტანეთ დასკვნები. ჩემთვის ლიბერალიზმი ეს 4 ფასეულობაა. დანარჩენი ყველაფერი კი არასწორი ადამიანების მიერა დამახინჯებული, ადამიანების, რომლებიც შორს არიან წიგნებისგან. ბოდიშით და რა ვერ გესმით, გაუგვებრად თქვი რაიმე, ნუ აირჩევთ სიმნელესა და ფაშის, აირჩიეთ სიცოცხლე, თავისუფლება, კერძო საკუთრება და ბედნიერებისაგან ტოლვა. სწორედ ეს არის ნამდვილი ლიბერალიზმი. სწორედ ეს ფასეულებები ემყარება ლიბერალიზმს. ხო მართლა კიდევ უფრო მარტივად რომ გითხრათ და არც ქართველობის იდეის დაკარგი შიშებმა შეგიპყროთ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ილია და ვაჟა იყვნენ ლიბერალები. მართლა იყვნენ, ოფიციალურად იყვნენ ლიბერალები. ხოლო ცხოვრების წესით კი არა. აი ასე, მარტივად ილია და ვაჟა თავს მიაკუთვნებდნენ ლიბერალურ ფთას. ხომ იცით ვინ არიან? ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი. დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი. სასაცილოა.